შეიძლება კოსტუმი მოდით. ეხა საღარბით, აი ამ იმაზე. ფილმის ავტორები ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან. ერთდროულად ახერხებენ, რომ დოკუმენტურიც იყოს, ხატრულიც არის თავისებურად. იქნება ვეფხის დედა იჩემზე მწარე და სტირისა. ამ შაირმა შეძლო ქართული ბუნების ყველაზე ღვთაებრივი ნერვის ხორჩესხმა. თბილისში, დიღმის სასაფლაოსთან, სადაც აფხაზეთში გარდაცვლილი ქართველი მეომრების საძმო სასაფლაოა, შუიმკვდარმა დედებმა გახსნეს მუზეუმი, სახელწოდებით მოლოდინი. და ქართველმა დედებმა თავის გარდაცვლილ შვილებთან ერთად მშობლიური სიყვარულითა და გულმოწყალებით გააკეთეს აფხაზი მეომრების სურათების ალბომიც. ძალიან მალე დადგება დრო, როცა აშენდება ერთობლივი ძეგლი, სადაც ერთად დაიწერება სახელები და გვარები აფხაზებისაც და ქართველებისაც. სადღაც ისეთი გრძნობაც კი დამებადა, რომ უყურებდი, რომ ბიჭო ეს მე არ მცოდნია. ბიჭო ეს რაც ახალია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კაც ახალ პოზიციას დაანახებ და მოიგონებ, რა თქმა უნდა, რომ ეს ცოცხლობს. ეს ცოცხლობს რუსთაველში, ილიაში, აკაკიში, ვაჟაში, გალაქტიონში. მაგრამ კინოში ასე დრამატურგიად გადააქციო, რომ ერის ბედნიერება ამაში იპოვო. ეს არის ჩემთვის ძალიან სასიკადულო ამბავი. ისეთი აღთობანებული ვიყავი და ისეთი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, რომ რამდენიმე წუთი გაჩერებული ენაც კი ჩამევარდა. ეს არის ისეთი საერო საქმე, კიდევ თქვი, არ შეიძლება რომ კასეტებზე გადაიწეროს და როგორც გვაქვს ქართული ენციკლოპედია ოჯახებში, როგორც გვაქვს ქართლის ცხოვრება, ყველა ოჯახში უნდა იყოს ეს ფილმი და აი ამაზე უნდა გაიზარდონ ბავშვები. იმისათვის რომ გიყვარდეს, უნდა იცოდე. ჩვენ კი არაფერი ვიცით ჩვენ შესახებ. არათუ მსოფლ ხატით, შინასახით, შუაგულითა და წყაროს თვალით არ ვიცნობ ჩვენ სამშობლოს, არამედ ჩვენთვის უცნობია მისი ზედაპირი, თვალწარმტაცი მთა და ბარი. წყალობა ხატისა. წყალობა მოგცა, წყალობა. არ გიჭირთ აგზევით სიცივეში. მიჭირს, მაგრამ თავს არ ვაძლევს საშუალებას თუ მიჭირს. ჩვენში მიწას ჯერ კიდევ აქვს ჯიქანი. რადგან ქართული მოდგმის ისტორიული სუნთქვა იესო ქრისტეა, ძე ღვთისა. მე რაც ვნახე, უბრალოდ თქვენი გაკეთებული ისე, გადაიღეთ რაღაცა, მე არ მინახავს. სულ საქართველოსია ლაპარაკი. ეს არის ქართლის ჯიში ხრუბელა და ვფიქრობ, რომ სრულიად გადმოსცემს თავის დასახელებას. ეს არის ერთ-ერთი უძველესი ვაზის ჯიში, ჩვენი სიმდიდრე. ეს არის ჭეშმარიტი საგანძური. კვალი, რომელიც გუთანს გააქვს და აღრმა ყოფილიყოს. აი ეს ქართული ბელტი ღონიერად უნდა გადმოაბრუნოთ ყველა ქართველის სულში. ყველაზე აღმატებული სიხარული მსხვერპლის გაღებიდან მომდინარეობს. მხოლოდ მსხვერპლ შეწირვით არის ადამიანი ქრისტესთან ნათესაობაში. ვინაიდან ქრისტე არის მსხვერპლი. ქართული გენის თვისებაც მემსხვერპლეობაა. მხოლოდ თავგანწირვით იშლება სრული სახე ქართული ბუნებისა. ეს არის ქართული მაჯისცემა. ის რაც ქართული მაჯისცემა, ის რაც ქართული მიწა, იქ გამარჯვება. ტივილი ის არის, რომ 13 წელზე მეტი არ მინახია ბავშვი და სიხარული კიდე ის არის მომავლის იმედი. ნუ შევხვდები. ძნელია, რო შეხედა უბრალოდ. რომდები დავგებხედავ შენს ფრიალ თვალებს.
ბრუნდები და ვგებიცი ვინ გამიღებს გარე ზარდავრეგავ და შენი ხამაიც კრიალებს ზარად მამა მოვიდაო ჩქარა დედა ჩქარა ზარდავრეგავ და შენი ხამაიც კრიალებს ზარად მამა მოვიდაო ჩქარა დედა ჩქარა ჩვენ მივედით უსკროლთან როცა ვეკითხები როგორ ხართ მეთქიდა აი ციხე ხო წარმოგიდგენიაო ესე ვართო ხშირად უნდა იტრიალოს ამ ფილმმა რომ აღარ გაჩნდეს სურვილი აღარ გაჩნდეს იქ წასვლისა იქ ყოფნისა და ასე შემდეგ ფილმი უნდა ნაჩვენები იქნას ყველგან ყველა ოჯახში უნდა შევიდეს ყველა ოჯახში აქაც იქაც უცხოეთში ყველგან უნდა მოიაროს რომ რაღაცნაირად შეარყიოს ეს ხალხი და ემოციურად შეანჯღრიოს და დააფიქროს ჩვენს ტრაგიკულ სვებეთზე. მე ვარ პროფესიონალი და 50 წელიწადი კინოში მუშაობ და უნდა გითხრათ რომ მე ასეთი სულისკვეთების ფილმი არ მინახია, ესე იგი ქართული სულისკვეთების ფილმი არ მინახია ქართულ კინემატოგრაფიაში. აქ არის მუდმივი ტკივილი საქართველოსი ისეთნაირად გადმოცემული რომლის მსგავსი მე პირადად არაფერი არ მინახავს. Staten Island-ზე არის სასაფლაო, სადაც უკვე 3 ქართველია. დიანეჭი დაბადებულო კანოს. ეს ბაბოს საფლავისა. სპეციალურად აკეთებენ სამარხს, რომ მე გადასვენება მოახერხო რამოდენიმე წლის მერე. ანუ ეგ შეგიძლია წინასწარ შეუკვეთო და რა თქმა უნდა, ღმერთი ყოველს უნდა რომ თავის მიწას მიაბაროს მშობელი. დედას პირობა მივეცი რომ აუცილებლად გადმოვასვენებთ. აუცილებლად და მივაბარებთ ჩვენს ქართულ მიწას. უფრო მეტი შეიძლება ამ ფილმით ისწავლოს ბავშვებმა, ვიდრე ჩვენ ვასწავლეთ ჩვენი საგნები. ძალიან მეთქი, ას განვიცადე, რომ უბრალოდ რაღაცა არ არის და ეს შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს და მართლა ეს არის უკაცრავად. ეს არის ჩემი სამშობლო მართლა. გვინდა რომ ქართული ენა არსებობდეს ჩვენ გავილაპარაკოთ ქართულ ენაზე და აუცილებლად ქართული უნდა ვიყო. საქართველოს ჰაერსო ჩაის უმკავეს დიდი წარმატება და უნდა ბედნიერება რომ გაიფიქრე რომ მე საქართველოში ვცხოვრობ ვარ ქართველი რომელსაც მაგის ბედნიერება ვიყო საქართველოში. როცა დილით იღვიძებ ჩემთვის ძალიან დიდი შვება არის, როდესაც მესმის ჭიკ-ჭიკი ჩიტებისა და მშობელი დედის ხმა, როდესაც მაღვიძებს და მთხოვს რომ სკოლაში წამოვიდე. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და რა თქმა უნდა ძალიან გული მწყდება რომ აი ეს დედები რომ და ის ქალი რომელიც უკან დაბრუნდა საქართველოში ეს კოცნიდა ნამდვილად მშობელ მიწას და აი ამან დაგვანახა ის რომ ძალიან უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და თუნდაც ის პატარა კენჭიც კი დავაფასოთ რომელიც ნამდვილად უფლის შექმნილი და მადლობა უფალს რომ დღეს ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ. მადლობა. არანაირი სიმდიდრე ამას არ გადაიტანს და არ გადაწვანის. ინაცალი. აი საქართველოს ხო გადარჩენილია ახალგაზრდა. აი კარგად. მე თქვენი ჭირი მე თქვენ თქვით აქ რომ სკოლებში კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს თელმა საზოგადოებას და ნახოთ არ შეიძლება სხვა. და მე უკვე დარწმუნებული ვარ შემდეგი ფილმები, შემდეგი რასაც აკეთებენ ორჯერ უკეთესი იქნება. ეს არის პატრიოტული ფილმი. ეს არ არის მხატვრული ფილმი, ხო? ეს არის პატრიოტული ფილმი. პატრიოტული. უნდა შევიგნოთ ჩვენ
ვარ ქართველები ვარ. უფალი ყველგანმყოფია და ის ხედავს თითოეული ერის განცდას და თითოეული ერის ტკივილს და ზუსტად აი ესეთ მძიმე ტკივილის დროს მოულენს ხოლმე მხსნეს და მე მგონია რომ ეს ბიჭები და მათი ეს გადაღებული ფილმები ერთ-ერთი გზა არის აი ამ ხსნის. თქვენ იცით მსოფლიოში იყო ქართული ფილმი განთქმული. ასეც კი იძახთენ ქართული კინოფენომენია. ახლა ეს მე რომ მკითხოთ ითქმის გუთანზე. როგორც არასდროს ისია ეხლა ეს ფილმი საჭირო. შემძრამ ფილმმა დამებადა კითხვა რა დაბრუნდა საქართველოში პროფესიული კინემატოგრაფი? ძალიან საინტერესოდ გაკეთებული ფილმია. მე მადლობა მინდა გითხრათ, აი მეტირება ცოტა, იმიტომ რომ წერან თქვი, აფერ თავს თუ ესეთი საღი კვალის დაჩნევა შეუძლია ადამიანის გულებზე. დიდი მადლობა ამ ფილმის შემქმნელებს, რეჟისორებს და ყველას, ვინც ეს გააკეთა. და დიდი მადლობა იმ ქართველებს, რომ ცხოვრობენ და საქართველოს არ ივიწყებენ, ქართულ მიწას არ ივიწყებენ და ჩვენი მიწა თბილისის მიწა, მარადისა თუ წანისის მიწა, დამწვარი ცეცხლით, დამწვარი სიცხით, ვის საქართველოს თამარი მისცა, ვის საქართველოს რუსთველი მისცა, არის დაღვრილი ცრამლი და სისხლი. ეს არის ჩვენი მამების ძვლები, რომელიც შემდეგ მამულად იქცა. ეს არის ჩვენი დედების ძვლები, რომელიც დედა სამშობლოდ იქცა. ეს არის ჩვენი განვლილი წლები, რომელიც ქართლის ცხოვრებად იქცა და მუხმოყრილი მე გახეწებით. ნუ ხიდით მიწას, ნუ ხიდით მიწას. დედა ჩემი გვეუბნებოდა, რაც უნდა გაიქცეთ უცხოეთში. არ სახვიეთ. ამ ფილმის ყურების შემდეგ დამიჯერეთ, რომ ალბათ გაორმაგებული კი არა, გაათმაგებული ძალით ვიშრომებ და გავაკეთებ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც კი საჭიროა და არა და სწორედ ეს ნაწილი მაქვს მე უშუალოდ დავალებული და ჩაბარებული იქ და გულწრფელად ვიქნები ბედნიერი, ძალიან ბედნიერი ვიქნები. თუკი იმ სამინისტროს არსებობა, მინისტრის აპარატის, რომელიც დღეს არსებობს დიასპორის საკითხებში, მისი არსებობა აღარ იქნება საჭირო ჩვენთვის. სული დაგულით მინდა თქვენს გვერდით თანადგომა გამოხატო. თავარია რომ ყველამ ნახოს ეს ფილმი. აი ეს არის, ასე ვთქვათ, ის საშუალება, რომელიც გვაფხიზლებს პირდაპირ გეტყვით და არ გვავიწყებს ჩვენს ეროვნულობას, ჩვენს ქართველობას და დიახაც მხარდაჭერილი იქნება კულტურის სამინისტროსგან, მთავრობისგან, ხელისუფლებისგან აი ასეთი ეროვნული პროექტები და მინდა წარმატება. პირჯვარი არა მაქვს, მე აქ ამერიკაზე დაწერილი. და მე გმირს ვუძახი იმას, ვინც საქართველოში ბრუნდება. ჩემი მტერი დაბერდეს აქ და მოკვდეს. საქართველოს გამარჯვოს! მე გაბრუნები საქართველოში! არაუძესლობის ისმადლი და მზიადეს ხასრდინავო, ელგებ გასპირელი მახობი, რომნერ სარვალდინავო, გამარჯვებულ სამს კი არანოს, ღმერთი გიძებოდეს ინავო. კიევში დავფრინდი ვერაფერი ვერ ვიგრძენი. ნახევარზე მეტი გზა მქონდა გამოვლილი, მაგრამ რო გამოვაცხადეს რომ თბილისს უახლოვდება, გული ვეღარ ეტეოდა საგულეში. მადლობა უფალს. მადლობა ღვთისმშობელს, რომ გამაბრუნა 4 წლის მერე მშვიდობით საქართველოში და
არ ვიცი მე ვერ გადმოვცემ ახლა ყველაფერს რასაც განვიცდი სიხარულზე მეტი თუ შეიძლება რაღაცას ეწოდოს და ბედნიერებაზე მეტი ეს არის სამშობლო შენ გიგენაცვალე ჩემო ლამაზო სამშობლო შენ გიგენაცვალე